თებერვალი თევზებს საკუთარ თავთან დაგაბრუნებთ. ვენერა თქვენს ნიშანში თვითღირებულების თემას წამოწევს და უფრო მკაფიოდ დაგანახებთ, რას აფასებთ სინამდვილეში საკუთარ თავში ამ ეტაპზე. 17 თებერვალს მზის დაბნელება მერწყულში ძველი თემების დასრულების პროცესს დაიწყებს, ნელ-ნელა და ეტაპობრივად გამოიკვეთება ის, რასაც აღარ უნდა აქცევდეთ ყურადღებას და რისგან გათავისუფლებაც შვებას მოგიტანთ. მერწყულში მყოფი მარსი კი მთელი თვის განმავლობაში სასიცოცხლო ენერგიების დაცვას მოითხოვს, არა მოქმედებით, არამედ შეგნებული შეჩერებით. თუ გრძნობთ, რომ ეს თემები თქვენთვისაც აქტუალურია, მოდი ერთად ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები პირადად თქვენთვის. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი. თებერვალი თქვენთვის ფიქრის, დაკვირვების და თვითანალიზის თვე იქნება. მოგინდებათ გარკვეული დისტანციიდან, ასე ვთქვათ, გვერდიდან შეხედოთ საკუთარ ცხოვრებას და უფრო ფართო პერსპექტივიდან შეაფასოთ საკუთარი თავიც და მოვლენებიც. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამ პერიოდში მეტად მოგინდეთ განმარტოება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი აზრები და მიგნებები სწორედ ყოფითი ყოველდღიური სიტუაციების ფონზე მოგივათ. საუბრებში, გზაში, სხვადასხვა შეხვედრებისას, იქ სადაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს პერიოდი თითქოს თვითონ გიბიძგებთ შინაგანი ფილოსოფიური განსჯისკენ, შესაძლებელია მოგინდეთ ბევრად მეტი საუბარი, იდეების გაცვლა, გლობალურ და ეგზისტენციალურ თემებზე მსჯელობა, დაფიქრდებით იმ გამოწვევებზე, რომელიც წინგელით და პარალელურად იმ შესაძლებლობებსაც იგრძნობთ, რომელსაც სამყარო ამ ტრანსფორმაციულ ეტაპზე გიმზადებთ. ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენი ყურადღება მიიქციოს ისეთმა თემებმა, რომლებიც ადამიანის ადგილს იკვლევს სამყაროში. იქნება ეს ფილოსოფია, მეცნიერება, მიკრო და მაკრო პროცესები და ამ ფიქრებს არ ექნება ერთჯერადი სახე თქვენთვის ამ პერიოდში, ისინი მთელი თვის განმავლობაში ნელა ფენებად გაიშლება თქვენს გონებაში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების ტუზი. ამ პერიოდში გექნებათ მეტი სიცხადის და გულწრფელობის მოთხოვნილება. მოგინდებათ, რომ საბოლოოდ გაარკვიოთ თქვენი პირადი ცხოვრების ბუნდოვანი ასპექტები და ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი. ამ პერიოდში იქნებით პირდაპირები, არ მოგინდებათ მინიშნებებით საუბარი, თუმცა შეძლებთ შეინარჩუნოთ კეთილგონიერება და არ შეიქმნათ დაძაბულობა ან კონფლიქტური სიტუაციები. ამ პერიოდში იქნებით მეტად ყურადღებიანები, დააკვირდებით სიტუაციას, მოусმენთ მეორე მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ან იტყვით საკუთარ სათქმელს. ამიტომ თქვენი სიტყვები ამ პერიოდში არ იქნება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი და ასეთი კომუნიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შედეგიანი იქნება, ვიდრე ადრინდელი ბევრი ზედაპირული საუბარი. პირად ცხოვრებაში ეს თვე დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებში მომავალ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხოლო წყვილების შემთხვევაში საბოლოოდ ჩამოყალიბდებით, რამდენად არის თქვენი კავშირი ღირებული, თუ მხოლოდ ჩვევა ან უბრალოდ მიჯაჭვულობა გიბიძგებთ, რომ გააგრძელოთ ურთიერთობა ინერციით. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების ტუზი. ამ პერიოდში ახალი ფერები გაჩნდება თქვენს ურთიერთობაში, შესაძლებელია იგრძნოთ მეტი სიმსუბუქე, გამოღვიძება, გამოცოცხლება,
მეტი სურვილის და სიახლის ენერგია გრძნობებში, პარტნიორთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიამოვნებას, სისავსის შეგრძნებას, მაშინაც კი თუ თქვენს ურთიერთობაში გარკვეული სირთულეებია, თებერვალი მოგცემთ შესაძლებლობას მოაგვაროთ ეს სირთულეები, გადაიყვანოთ ურთიერთობა ახალ პოზიტიურ რელსებზე. პარტნიორთან ერთად მოგინდებათ იფიქროთ სამომავლო გეგმებზეც, მაგალითად როგორ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ან სულაც სად გაატაროთ მაგალითად შვებულება, თუმცა თუ ურთიერთობა ჩიხშია შესული, უკვე დაცლილია გრძნობებისგან და მხოლოდ შესაფერის დროს ელოდებოდით, რომ მიგეღოთ დაშორების საბოლოო გადაწყვეტილება, მაშინ დიდი შანსია ეს გადაწყვეტილება სწორედ თებერვალში მიიღოთ და ამ შემთხვევაში ბარათების ასეთი კომბინაცია გამოვლინდება, როგორც თავისუფლებით მიღებული შვება და ამოსუნთქვა. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ პოზიტიური განწყობა და იქნებით მომავალზე ორიენტირებულები. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, თებერვლის განმავლობაში ბევრ თქვენგანს არ გექნებათ აქტიურობის სურვილი, მეტ დროს დაუთმობთ ფიქრს, საკუთარ თავში ჩაღრმავებას და საკუთარ სურვილებში გამორკვევას. შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ ვერ ახერხებთ ამ სფეროში სრულად რეალიზებას და ამ პერიოდში ამ შეკითხვაზე პასუხის ძიება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აჩქარება და სწრაფი მოქმედება. თვითანალიზის პროცესში შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ ძველი ნეგატიური გამოცდილება ან დაუმუშავებელი კომპლექსები უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე და თუ ასეა, გირჩევთ არ მოგერიდოთ, დახმარებისთვის მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს და ასეთი კონსულტაციები და ამ გზით საკუთარ თავთან მუშაობა ამ პერიოდში ძალიან შედეგიანი იქნება. ასევე ეს ბარათი გულისხმობს ისეთ ურთიერთობაში შესვლას, რომელიც გასაიდუმლოებული გექნებათ სხვებისთვის, ან შესაძლებელია თვითონ ურთიერთობაში თქვენ დაუმალოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია ახალგაცნობილ ადამიანს. ან პირიქით, ის გიმალავდეთ რამეს, მაგალითად უკვე იმყოფებოდეს ოფიციალურ ან არაოფიციალურ, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში. ამიტომ გირჩევთ თებერვლის განმავლობაში იყოთ მეტად წინდახედულები, მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ და თუ ურთიერთობას წამოიწყებთ, კარგად გაანალიზეთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თქვენმა ახალმა კავშირმა და ახალმა ადამიანმა. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, ხმლების 4-იანი, ამ პერიოდში მიხვდებით, რომ გჭირდებათ შეჩერება, ამოსუნთქვა და დრო თვითანალიზისთვის, საკუთარ სურვილებში და ფიქრებში გამოსარკვევად. მოგინდებათ მეტ სიმშვიდეში და უფრო წყნარად გაატაროთ ეს დრო, რომ გაანალიზოთ განვლილი გზა და დაალაგოთ სამომავლო გეგმები თვითრეალიზების კუთხით. ამ ეტაპზე თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მოახერხოთ მენტალური გადატვირთვა და ენერგიის აღდგენა, რომ სამომავლოდ განახლებული ძალებით განახორციელოთ ზუსტად ამ პერიოდში დაგეგმილი ახალი მიზნები და ზოგადად ნებისმიერი სიახლე. ამიტომ თებერვლის განმავლობაში ერთადერთ არ დაიტვირთოთ თავის საქმეებით, მიეცით საკუთარ თავს მოდუნების და განტვირთვის საშუალება და ასეთ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ სწორად განჭვრიტოთ თქვენი საქმიანი და კარიერული მომავალი და პოზიტიური გადაწყვეტილებებიც მიიღოთ სამომავლო წინსვლისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 8-იანი, დასაქმებულ თევზებს ნაკლებად გამოგივათ შეჩერება და თვითანალიზის პროცესში ჩაძირვა, როგორც ჩანს თქვენი საქმეები ამ პერიოდში ვერ მოიცდის და მოგიწევთ მთლიანად სრული დატვირთვით იყოთ ჩართული სამუშაო პროცესში. ამასთანავე შესაძლებელია გრძნობდეთ, რომ ბევრს შრომობთ, მაგრამ პროცესში სიახლე და შთაგონება ნაკლებად არის, საქმე წინ მიდის, შედეგიც არის, თუმცა შინაგანად შეიძლება გქონდეთ კითხვა,
რატომ ვაკეთებ ამას და რას მაძლევს რეალურად. ეს პერიოდი არ გიბიძგებთ მკვეთრი ცვლილებებისკენ, მაგრამ მოითხოვს დაფიქრებას. რას აკეთებთ ავტომატურად, რატომ მიყვებით პროცესებს ინერციით და როგორ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი საქმიანი სფერო მეტად საინტერესო და სასიამოვნო თქვენთვის. შესაძლებელია მოგინდეთ გაიუმჯობესოთ პროფესიული უნარები, მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, ან იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე. თებერვალი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ სხვა კუთხით შეხედოთ სამუშაოს, არა როგორც ვალდებულებას, არამედ როგორც პროცესს, რომელიც შეგიძლიათ ეტაპობრივად გააუმჯობესოთ და სწორედ ასეთი მიდგომით შეიძლება თანდათან მიუახლოვდეთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობას პროფესიული და კარიერული თვალსაზრისით. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 7-იანი, თებერვალში იგრძნობთ, რომ გარემო მეტად კონკურენტული ხდება, იზრდება მოთხოვნები, კაცრდება მოლოდინები და თითქოს მუდმივად გიწევთ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია უკან არ დაიხიოთ და ბოლომდე წარმოაჩინეთ და დაიცავით თქვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარები. ეს ამ პერიოდში არ იქნება მარტივი ამოცანა და უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ბრძოლაში თებერვლის განმავლობაში საკუთარი თავი არ უნდა მიიყვანოთ გამოფიტვამდე, მაგრამ თქვენ შეძლებთ პოზიციის შენარჩუნებას, თუ საკუთარ რესურსს გააკონტროლებთ და არ ჩაერთვებით ყველა დაძაბულ სიტუაციაში ერთდროულად. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ გაიაზროთ, რომელ პროცესში ერთვებით და რატომ. და თუ შეძლებთ ამ პერიოდში არ დათმოთ საკუთარი ღირებულებები, პროცესი ნელ-ნელა დაიწყებს დასტაბილურებას და თქვენი ძალისხმევაც გარკვეულ შედეგებს მოგიტანთ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, თებერვალი თქვენთვის სტრუქტურის გადახედვის, კონტროლის გამკაცრების და მეტი პასუხისმგებლობის აღების პერიოდი იქნება. მიხვდებით, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა ჩადოთ საქმეში, მკაფიოდ განსაზღვროთ წესები, საზღვრები და პროცესების მიმართულება. გამორიცხული არ არის, რომ აქამდე მოქმედებდით სხვადასხვა სტრატეგიით, ექსპერიმენტებით, ზოგჯერ გადაჭარბებული რისკითაც, მაგრამ ამ პერიოდში მოვა სიცხადე და დაინახავთ რა მუშაობს რეალურად და რა აღარ, სად არის საჭირო სიმკაცრე და სად მეტი დიპლომატია. თუ თქვენი ბიზნესი ან საქმიანობა აქამდე ქაოსურად ვითარდებოდა, თებერვალი მოგცემთ შანსს მოაწესრიგოთ სისტემა, გაანაწილოთ პასუხისმგებლობები ან თავად აიღოთ სრული კონტროლი პროცესებზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარი ავტორიტეტის გამყარებაზე, მიიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებზე, არ გადადოთ საქმეები სამომავლოდ და რაც მთავარია, იმოქმედეთ არა ემოციებით, არამედ გააზრებული სტრატეგიით. ამ ბარათის ენერგია არ გპირდებათ სწრაფ შედეგებს და მით უმეტეს მოგებას, მაგრამ საუბრობს სტაბილურობაზე, გრძელვადიან შედეგებზე და ძალაუფლების სწორ გამოყენებაზე. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგი იქნება სამუშაო სტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც მომავალში მოგცემთ მეტ სიმყარეს და სტაბილურობას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, მონეტების ტუზი, ეს პერიოდი ფინანსურად საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება, შესაძლებელია მიიღოთ დიდი ერთჯერადი შემოსავალი მემკვიდრეობის, პრემიის, ჰონორარის ან მოგების სახით, ასევე შესაძლებელია შემოსავალი მიიღოთ ძველი ინვესტიციებიდან ან რომელიმე დასრულებული საქმის გასამრჯელო აგინაზღაურონ თებერვალში. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია მოგეცეთ შანსი, რომელიც სამომავლო დიდ შედეგებს მოგიტანთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი იდეა ან შემოთავაზება, რომელიც დამატებითი შემოსავლების წყაროს გაგიჩენთ და ასევე ეს პერიოდი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება კრედიტების ასაღებად, უკვე არსებული კრედიტების დასაფარად და ნებისმიერი სახის ინვესტიციებისთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის.
თასების ცხრიანი, სამყარო გირჩევთ რომ მოდუნდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური მოცემულობებიდან გამომდინარე, თავს მიეცით უფლება რომ ემოციურ დონეზე შეიგრძნოთ უკვე მიღწეული შედეგები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მოახდინეთ საკუთარი თავის ერთგვარი გადატვირთვა ფიზიკურ, მენტალურ და აუცილებლად სულიერ დონეზეც და აღიდგინეთ რესურსები, აი ესეთ ენერგიით, რომ სამომავლოდ შეძლოთ განახლებული ძალებით შეუდგეთ სვლას ახალი სიმაღლეებისკენ, ახალი მიღწევებისთვის. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი თევზებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო და აფიქსირეთ მოწონებით რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ გითვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.